წუთი-წუთზე ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა უნდა დაიწყოს. მოლაპარაკებებს ჯეიდი ვენსი და მარკო რუბიოც დაესწრებიან. თეთრ სახლში უკვე მივიდნენ ევროპელი ლიდერები. ისინი ტრამპს ზელენსკის შემდეგ შეხვდებიან. უკრაინის ტერიტორიების პუტინისთვის გადაცემა გამორიცხულია. ამას არ დავუშვებ, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთა შეხვედრაზე. ზელენსკი კი ტკელოგს თეთრ სახლში მისვლამდე შეხვდა. ამის შემდეგ კი უკრაინის საელჩოში მან მოსამზადებელი შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან გამართა. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ეს ომი შევაჩერო და არა იმიტომ, რომ ის კიდევ უფრო გავამწვავო. აცხადებს ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრის წინ. მისი თქმით, 6 თვეში 6 ომი დაასრულა და ამ საქმესაც ბოლომდე მიიყვანს. მოწმე პოლიციელს ირაკლი მუხათგვერდელს ბრალდებული სტატუსი აქვს. პროკურატურის ინფორმაციით ის 24 მაისს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მუხათგვერდელმა მანქანით გადაადგილებისას რამდენჯერმე გაისროლა. პოლიციელი პატიმრობიდან მეოთხე დღეს 10,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. აქციებისას დაკავებულმა ანასტასია ზინოვკინამ ბოლო სასამართლო პროცესზე თქვა, რომ პოლიციელი მას გაუპატიურებით დაემუქრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს აცხადებენ, რომ მუხათგვერდელი მათი თანამშრომელი აღარ არის.